ვლოგების მეტი რა გადამიღია, მაგრამ YouTube-ზე დღეს ჩემი პირველი ვლოგია და ცოტა ნერვიულობ. კეთათოს ნათლობა გვაქვს დღეს. ვისი ნათლობაა დღეს? ვინ უნდა მოინათლოს? კეთათა უნდა მოინათლოს. ჰა? გოგო. გოგო, გაგვიღიმელა თუ შეიძლება? თუ შეიძლება რომ გაგვიღიმო? ალამ კაცლი ხარ? კაცლი გოგო ხარ ისე? დედიკო, კაცლი გოგო ხარ? გეძინება? კარგი, დაიცინე. იმის დრო არ მაქვს, რომ სალონში წავიდე და რა დიდხანს ვერ გაჩერდება, მასაც ხომ უნდა მოწესრიგება. თან მამამისაც საქმეები აქვს. და ვნახოთ, ჩემით რა გამოვა. მაკიაჟი და თმა ასე თუ ისე დავამთავრე, რაღაც ნიუანსები დამრჩა და პირველი საჩუქარი მივიღეთ კეთათოს ბიცოლასგან და ბიცისგან. ნახოთ ერთად. აი, მე რა ლამაზია. ეს უკვე ვაბანავე და შრება. როცა დრო არაფრის არ გაქვს, დილის საუზმეც ესე გამოიხურება. რაც მოვახერხე, ეს იყო ხალხო. ნაგიზარი. როგორ გამოწყობილი მოვიდა? აბა ესე სადა. ლამაზია. აი რაზე ვიждები კი და გავაკეთე მაგრამ შეხოით რომ ვიღაცა მოგაგია და გიორგია მამას ის მოდი ისე დამჭერა რომ ქართველობა არასოდეს არ გადაშენდება აღახლა ამიშვილობა ამიშვილობა დაგწევდა როსნაგილე მამათა გამეულება დუშა მერწვება აღადის ქალო შემდგომიცვას ვერაფერი ვლოგიც ვერ გადავიღე, ხალხო სულ ეს არის რისი გადაღებაც შევწელი შუა დღის დილით დაერღვა ჩემ შვილს და აჯიჯღინდა. და ვერ გაიგო რა ხდებოდა ამდენი ხალხი. გარშემო სტუმრებსაც ყურადღების მიქცევა ხო უნდა და დღეს კეთათო პირველად მიდის დაქალის დაბადების დღესზე არ შემიძლია. ნახოთ დღეს რის გადაღებას მოვახერხებ ჩემი შვილის ხელში. აიღვიძა და თამაშობს. მე უკვე ყავა გავიკეთე. კეთათოს საჭმელიც გავამზადე. ცოტა სახლი მივალაგე. და ამ გიშქალას შეხედეთ. მე ეგრე არ დამიწვენი ხარ შენ ლოგინში. ეგრე არ დამიწვენი ხარ ლოგინში. ეგრე არ დამიწვენი ხარ. ესეთი საჩუქრები ჩამოუტანეს. და სანამ ეს კაბა დაუპატარავდა, ვაპირებ, რომ ეს კაბა ჩავაცვა. ეს არ შემიძლია ხალხო, ნახეთ რა სილამაზეა. დაიძინა ქალბატონმა და დროა უკვე საკუთარ თავზე ვიზრუნო ძალიან მომშიფდა ამასობაში. დაიძინა ხოლოს უთავისით. შობიერების მერე ხალხო თმამცვევა კატასტროფულად 3 თვის იყო რომ დამეწყო, ანუ 1 თვის წინ დამეწყო და რა აღარ ვცადე წამლები,
ვიტამინებს გულისხმობ. ამის ზეთიო, იმის ზეთიო, ესეთი შამპუნიო, ესეთი შამპუნიო, არაფერი არ შველის და მე წავიკითხე ინფორმაცია, რომ 3 თვიდან იწყებაო და 6 თვე გრძელდებაო. მე რო 6 თვე ესე გამიგრძელდეს, ალბათ მელოდი დავრჩება. დამიწერეთ კომენტარებში თუ იმე მიცით რით უშველეთ თავი ესეთ მცვენას. ერთი ვარიანტი მაქვს ადიდასის ბოტასები ჩავიცვა. და თილოს ორეული მაქვს, მაგრამ ეხლა ვიყიდე და ის კაბა ძალიან გრძელია, რატო ვიყიდე? რატო ვიყიდე და დრო არ მქონდა და გადავიცვი შარვალზე და სიგრძე ცუდად დაჯდა. მე ვარ 1.80 და ეს კაბა წესით უნდა იყოს ბოლომდე გრძელი და იქნება ლამაზი. და ჩემ ტანზე ისეთ ცუდ სიგრძეზე დგება, რომ აღარც გრძელია, აღარც მოკლეა. მე ნაჭერი იმდენად კომფორტულია, რომ მარტო ზედა სიხმარ კაბა რო საერთოდ არ ეხმარ. მეორე ვარიანტი მაქვს. ტყავის კაბა ჩავიცვა. მაღლები, იმიტომ რომ ეხლა კაზაჩოკები მინდოდა, მაგრამ აღარ მოვიდა შემოდგომა. მიზარება მაღლები. მაინც უხელში უნდა მეჭიროს ეს. სერიოზული პრობლემები მაქვს. ამერთო ამის იქით არაფერზე მაფიქრო. ეს ხოთაშორის დედაჩემის ეზოს ჩერია. ზედაღლილი ვარ ხალხო, არაფრის გადაღება არ მაცავდა ჩემმა შვილმა, რა თქმა უნდა, მთელი სახლი თავზე მაყრია, სად ვიყურები ამ კამერას ვერ მივეჩვიე. დილით ვიყავი გუდულში, ვიყიდე რაღაცეები და მერე მასაჟები ჩაიტარა ქალბატონმა და ეხლა მოდი ერთად დავალაგოთ, ვიფუსფუსოთ. გუშინ ბისკვიტი გამოვაცხე, ტორტი მინდა რომ გამოვაცხო და შინდის, მოცხარის და ატმის ტორტი გამოვაცხოთ ერთად. ბისკვიტის რეცეპტი ჩემ TikTok პლატფორმაზე მიდევს, ვისაც სურვილი გექნება, თან არაერთხელ მიდევს. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ მე პირადად როგორ ვაკეთებ ბისკვიტს. და კრემი და ხილის შიგთავსი ერთად მოვამზადოთ. თან სახლი დავალაგოთ, თან ვჭორავთ. ყარყვებაზე გადადის, გუშინ პირველად ჭამა წიწიბურისა და რძის ფაფამ. პირველად არ მოეწონა, ერთი კოვზი მივეცი. ამოდეწონა? გურია ფაფადე? გუშინ მივეცი 2 კოვზი. და უკვე მოეწონა, დღეს 3 კოვზი უნდა ჭამოს. ხვალ უკვე ბანანს გავასინჯებ. და მეორე კვებად მივცემ ხოლმე ხილს და ბოსტნეულს და მეოთხე კვებად ფაფას ისი გადავწყვიტე. დავაკვეთ ერთად. ვიფუსფუსოთ გოგოებო.
ზაზი მეცინება იცით, დილიდან ყავის დალევაც ვერ მოვასწარე და ეხლა რომ გადავწყვიტე YouTube-ის გადაღება. ამდენი ხანია რამდენმა ადამიანმა მირჩია, მეც ყოველთვის მინდოდა და ეხლა როცა ყველაზე ნაკლები დრო მაქვს. რამე YouTube-ება ხალხოთი? ეს საქმე რომ ისე არ მიყვარდეს. გუდვილის ჩაბურაგზე ვგიჟდებოდი დღევანდელ დღემდე. იმიტომ რომ ძალიან ძარღვიანი ხორცი იყო შიგნით და მცხარე იყო საკმაოდ და როდესაც ცუდი ხორცია ხოლმე სიცხარით ცდილობენ გადაფარვას. ნუ გააფუჭებთ ხალხს, ხალხი მართლა უგემრიელესი საცხობი გაქვთ და რათა პროდუქტების მარაგზეც წასასვლელი ვარ. ეს შოკოლადი ვიყიდა ორი ნაბიჯი და ძალიან გემრიელია. ახლა ერთად დავაგემოვნოთ. განა მინდა თქვენ გამოვჭო. ტირამისუში გთავსი აქვს და ძალიან გემრიელია. პირველი მოვამზადოთ შინდის სიროფი. კრემი იმ ეტაპზე რომ ცივდება და გასათქვებად ემზადება, საჭმელი დარჩა გასაკეთებელი, სახლსაც ხელისშეუება უნდა. მე კიდევ ვზივარ და იწვიმა და ამ სუნით ვტკბები. ძლივს დავაძინე ქეთათო დილიდან ჭეჭყანებს. მიდავიდავი კაპიკე. ხოდა. ცოტა ხანი დავისვენებ და მე ისევ განვაგრძოთ ფუსფუსი. გაიღვეძა ქალბატონმა, რომ ფუსფუს და მაცლის ჭამის დრო აქვს. მეც გამთიშა და თვითონაც გაითიშა. ხო გითხარით აჯაჯღანებულია, კბილების რთული პერიოდი დაგვეწყო და ეს ყველაფერი რაც მოვასწარე საჭმელით დავასრულე, კომპოტიც გავაკეთე და ახლა ტორტი ერთად დავაწყოთ.
ვიწოდნა. მედი აბა ჩახო ვისწავლეთ კოლით წამა. მოდი აბა. რადგან მივხვდი გებო მოჭოს ქეთათოს. მე მგონი ბანანი მოეჭონა ქეთათოს. ყოფილა ბანანი. ბანანი რა кайხილი ყოფილა ქეთათო. ესეთი გამოვიდა ქალბატონი ტორტი ქეთათოს ხელში. კიდე იდეალურია. ეხა ერთად გავჭრათ. და ამით დღევანდელი დღეც დავასრულოთ. კაიყო აი ვაჟიძილი? კაიყო? დღეს კახაბიძიას დაბადების დღე ვინ უნდა მიულოცოს? კიდე უნდა მიულოცოს? რატო ალიძინებ გამარჯობა? მომიცი ხელი. რატო ალიძინებ საერთოდ? წავიდეთ? აიდეკიდი. ვაიდი. ესეთი ქათმის რულეტი იყიდება ნიკორაში და ნარყველთან ერთად გაცხელებული არის უგემრიელესი. დილით ამანეთი ჩამომივიდა და თვილი ჩუსტიკები რა კარგია კბილებს იქავებს ქალბატონი კბილებს ხო სად აქვს? ბაია არის ქეთათოს ბიცოლა და კახა არის ბაიას მამა. ბიცოლას მამა. 4 გახდა და მე პირველად ვჭამე. ესეთი კულონი გამოვწერე. ბალი აქვს. თვალობა. და ეს იყო ბრელოკი და სპეციალურად გამოვწერე რომ გადავაკეთებ მეთქი ჩემ ჩუსტიკებთან ერთად ჩამოვიდა და კლასიო აქვს. გადავაკეთებ ამ ბალს რა თქმა უნდა. ისე მაგარი აქვს ეს თავი. ესე და აქეთ წავუბადე, ეს ორთულამაზი იქნება. აქეთ გავუშვ, არა აქეთ გავუშვ, კბილები ძალიან კარგი პლოსკომენია. ნეკით. ქეთათომ თუ არ ჩამომგლიჯა. ჩამომშუქანა. ერთი პერიოდი ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი. სიტყვა დამავეწდა. ქეთათო აი შენ ხელში სუგათიშვილი ვარ, ვეტერინარი. რა აღარ მყოლია ხო კურდღლები. ხო და ისე გავწრთვენი ეს კურდღლები რომ ვასეიმნებდი. ძაღლები ხო საერთოდ ყველა ჯიშის ძაღლი მყოლია. გაუშვის პიროს ყურებზე ხელი. გაუშვის პიროს ყურებზე ცოდვა. ვერ ჩაიდე პირში დიდია. დედამიწა რომ ქვიანო, ყველასთვის ბრუნავს, ყველასთვის რუნავს. არ დაიგვიანო. ალიძინებ? 7 საათია და ესე გამოიყურება ჩემი ვახშამი. ალკოჰოლი არ მიყვარს, მაგრამ ალკოჰოლის ჭიქების სილამაზე ძალიან. თუ დამიმეგობრდებით, გასწავლით როგორ გაიკეთოთ შილაკი.
გაგვემარჩეს. ფეხზე მაკოცრიეთ, ფეხზე. დედოფალს ფეხზე უნდა. ხა თეთრანა როგორ შემოვლე. ვაუ, ჩერი. კაკაოს მაგიშენ. აი, წაული. აი, თუ გაკოცა.